კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს ვიდეო ეკუთვნის ალიონა ბერეგინიას მემუარებს. ახლა მე თქვენ წარმოგიდგენთ მე-11 მემუარების მე-11 ნაწილს, ხო, ასე ხტომახტომითა და ყველა ინფორმაციას მე ხო ვერ გადავთარგმნი. მე რაც ეხება ჩვენ წესებს, ჩვენ ცხოვრებას, კაცობრიობას და საერთოდ იმას, რასაც პირდაპირ შეხება აქვს ჩვენთან. მე შევეცდები მხოლოდ ეს წარმოგიდგინოთ თქვენ და ახლა ამ ვიდეოში მე მინდა თქვენ წარმოგიდგინოთ ბერეგინი ალიონას აზრი თუ ბეჭდების ტარება რას ნიშნავს და რა მოყვება, როდესაც შენ თავს შენი ხელით იჭრით მას, უჭრით მას. ესე იგი, რას ნიშნავს შენ რომ შენი საკუთარი ხელით ჭრი შენ თმას. ანუ ადრე მე ვაკეთებდი ამას. მე ვიჭრდით მას ჩემი ხელით, ვითომ ვარცხლობებს ვიკეთებდი. უცებ შემიტევდა სურვილი რომ თქვენი შემეჭრა. ან ჩოლკა, ნუ ქართულად არის ჩოლკა, რაც მე ნახავ. მაშინ დავიწყოთ. ალიონა ამბობს რომ ბეჭდების ტარება შეიძლება ნებისმიერ თითებზე. უბრალოდ დღის ბოლოს ბეჭდები უნდა მოიხსნათო. და საერთოდ ბლოკიროვკა მიდისო მაშინ, როდესაც თქვენ თავს თვითონ ადებდო ბლოკიროვკას. თქვენი აზრებითო, თქვენი საქციელითო, თქვენი შიშებითო, იგივე რჩხილებიო. ხო, ალიონა გვანახებს თითებს, მას აქვს მოგრძო თითები და აქვს მანიკური და ეს მე ხელს არ მიშლისო, ჩემი ენერგიებით ვისარგებლო ამბობს. ჭიპლად რომ პრესინგს იკეთებენო, მე კიდე ამას დავითანხმებიო, მაგრამ თითებზე გაკეთებულ ბეჭდებს არ ვეთანხმებიო. მაგრამ მე პერიოდულად ვიხსნიო სამკაულებს და მე ამაზე უკვე ნათქვამი მაქვსო, რადგან როდესაც მოდიცო ძალიან ბევრი ენერგიები, ამ ენერგიებში ეს სამკაულები თურმე ხურდება. ძალიან ხურდება. ამიტომ სამკაულებს მე ხან ვატარებო, ხან არ ვატარებო. და საყურეებსაც ვიცვლიო, რადგან ყოველ მეტალს შეუძლია ინფორმაცია დაიგროვოსო. სხვათა შორის, რაც საყურეებს ეხება, მე არა მაქვს ოქროსა და ცხლის სამკაულები, მაგრამ მე მაქვს უბრალოდ ბიჟუტერია, 5 ლარიანი, 10 ლარიანი და სულ ახალ ბოლოს რასაც ყიდულობ მე, საყურები, არ მიტყდება, არ მიფუშდება. უმეტესწილად. რატომ არ ვიცი? ახალი ნაკდის საყურე მიტყდება. არ მეკარგება. შემჩა 23 წელს ნაკდი საყურეები, 12 ლარად მოლში ვიყიდე, უბრალო საყურეები და 3 ლარად ვიყიდე საყურე და იგი არ დამკარგვია. დანარჩენი საყურე, რომელიც მომიწონება და 5 ლარიან, 10 ლარიან ვიყიდე, რომ შევახამო ხანდახან შევანაცვლო, რადგან მე არა მაქვს ძვრიანი ოქროსა და ცხლის ნუ კაი, ვერც კიდე იყიდეს ადამიანი, მაგრამ მაინც არც ის მაქვს. სამკაულები უნდა შეითვალოთო, ბეჭდებიც უნდა შეითვალოთო, ერთგივე ბეჭდი დიდხანს არ უნდა ატაროთო. მაგალითად თქვენ რაღაც დროით პერიოდით ატარებდით ბეჭედს. ეს ბეჭედი აგროვებს ინფორმაციას. ხო და მაგალითად ჩვენ ვიცით რომ თუ ვერცხლი შავდებაო, სხვათა შორის ადრე მე მქონდა სტუდენტობის პერიოდში ვერცხლის სამკაულები, მაგრამ მაშინ ვერცხლი აფი ღირდა და სულ მიშავდებოდა თითი. სულ მიშავდებოდა. ხო და ვერცხლი მაშინ შავდება, როდესაც წვრილი დონიდან თქვენზე რაღაც შეტევებია. სხვას კი არ უნდა მიცეთო, უბრალოდ მოიხსენითო და ცუდახანი დადეთო. რომ დაისვენოსო ასე თქვა ჭყალებში. უკეთესია თუ გაწმიდავთო. ამისთვის რა საჭირო? მოიხსენითო, დადეთო, შემდეგ ცოტა ხნის მერე ისევ გაიკეთეთო. ზოგი საღამოს იხსნისო დატოლის წინ. ზოგიერთი კვირა აწარებსო და შემდეგ იდრობსო. მაგალითად მე შემიძლია ერთი თვე ვატაროო და მერე 9 წელი არ ვატარო. ჯაჭვებთან კიდე იგივე სიტუაცია. ისიც მეტალია, ყოლესაც იგივე უნდა გაუკეთოთ, უნდა მოიძროთ ხოლმე პერიოდულად. ხო, მე მქონია ასეთი შემთხვევა მედიტაციის მომენტშიო, იმდენად გახურებულაო ჩემი ბეჭედი, რომ კანიც დაუწვიაო.
რაც შეხებაო პირსინგს ჭიპლარში. ჭიპლარით ჩვენ ორგანიზმში, ჩვენ სხეულში შედისო სასიცოცხლო ძალა, სასიცოცხლო ენერგია და უცხო სხეულის განლაგება ჭიპლარზე შეუძლიათ ენერგიების გადაკეტვა. ანუ ისინი ვინც ატარებენ ჭიპლარზე პირსინგს, მათ ეკეტებათ ყველანაირი ენერგია. ანუ პირსინგი უშლის ენერგიებს შევიდეს სხეულში. ხო, ადრე ამბობდნენ რომ თმების შეჭრა შენ თვითონ არ შეგიძლიაო, მაგრამ ახლა ეს არისო ყველა ძველი პროგრამა. ეს ჩაბარდაო წარსულს, რადგან იმდენი ნათელი ენერგიები მოდისო, ძლიერი ენერგიები, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვსო. შენ შეიჭრიოთ მას, თუ სხვა შეგიჭრისო, თუ რომელთიზე გაიკეთებთო ბეჭედს, ადრე ქონდაო ამას მნიშვნელობა. მე მგონი დავდე ვიდეო ბეჭედზე, თუ სად უნდა ატარო რომელთიზე ბეჭედი. თურმე ამას მნიშვნელობა არ ქონია. რომელთიზე გინდა იმაზე ატარე, დიდი თითების გარდა. ყველაზე მნიშვნელოვანია შენ პირსინგი არ უნდა გაიკეთო ჭიპლარზე, რომ ენერგიებს არ დაუბლოკო გზა. მადლობთ ყურადღებისთვის.